შემდეგი არის მედლის მეორე მხარე. იგივე მედალია, ოღონდ მეორე მხარე, ამიტომ ასაკიც იგივეა, ისევ 3-დან 6 წლამდე. ოღონდ ნახეთ განსხვავება. მეოთხე. ამას ქვია უკვე ფსიქოპატური ტრავმა და აყალიბებს ფსიქოპატური ხასიათის ტიპს და ნახავთ ახლა როგორები არიან ესენი. და ესეც არის მყარი საზღვრების უკმარისობა აჩენს ამ ტრავმას, მაგრამ ნახეთ ახლა განსხვავება რა არის. წინაც ხო ესე იყო, აქ განსხვავება ის არის, რომ აქ ზედმეტ თავისუფლებას როცა აძლევ ბავშვს ან დაუმსახურებლად, აქ მაშინ ჩდება ეს. და ამიტომ იგივე, ოღონდ მედლის მეორე მხარე და ისევ საზღვრების თემა, ისევ ასაკიც იგივეა 3-დან 6 წლამდე. ეხლა ნახეთ აქ რა როლებია, ძალიან საინტერესო. პირველი ეს არის მაჩო. მაჩო ქალი შეიძლება იყოს კაციც, ეს არ გეგონოთ რომ ის არის. და მაჩოს გზავნილი სამყაროში არის მე ყველაზე მაგარი ვარ. სულ ამას ამტკიცებს. და ძალიან ხშირად ეს აი გზავნილები სამყარო განიშნებს რომ ამ როლში ხარ და პირველი მახსენდება ხოლმე მიშა სააკაშვილის პოლიტიკური სლოგანი. მიშა მაგარია. სამყარო მუთხრა რომ მაჩოს როლშია. აი ის რო ცოტა დაკვირვებული ადამიანი ყოფილიყო, ამას ნამდვილად მიხვდებოდა, მაგრამ არ ვიცი ხა რამდენად მიხვდა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ სამყარომ ეს გზავნილი მასთან მოიტანა რა, აშკარად. იმიტომ რომ აი პირდაპირ რაც არის ამ როლის, ის იყო მისი პოლიტიკური სლოგანი, ხო? ეს არ არის შემთხვევითი. არ გეგონოთ რომ რამე შემთხვევით ხდება სამყაროში. არაფერი არ არის შემთხვევითი. აი ყველაფერი ღაღადებს ყველაფერზე, ოღონდ შენ დააკვირდი, ოღონდ მიხვდი, ოღონდ კითხვა დასვი. ყველაფერში დაინახავ პასუხს. მაგრამ ამაშია მთელი ტრაგედია ადამიანის, რომ ამ კითხვებს არ სვამს საკუთარ თავთან რა. აი ეგ არის. ხო, და ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ სხვამ თქვას, რომ მაგარი ხარ. და თვითონაც თავის თავთან რომ მე ყველაზე მაგარი ვარ. თავის ეგო. ხო, კი. და ძირითადად ჩვენ ამ ეგოს თამაშებიდან ვერ გამოვდივართ, ხო? ეგო ჩვენ სამსახურში უნდა ჩავაყენოთ, მაგრამ ჩვენ ვთამაშობთ მის თამაშებს, ხო? ხო და ნახე თუნდაც აი რაღაცას შეიძლება არც უნდა რომ იმდენი კონდეს, თქვა 3 მანქანა, მაგრამ აი იყიდის, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი უნდა იყოს რა. ან არ უნდა რომ ეს 50 ქალი ყავდეს, კაცო. მაგრამ ხო უნდა თქვას რომ ყველაზე მაგარია და ყველაზე მეტი ყავდა. და ასე შემდეგ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, ხო? და აი ყოველთვის იტყვის რომ საუკეთესო მე რაც გავაკეთე, მსოფლიოში საუკეთესო გავაკეთე და ასე შემდეგ, ხო? ხო, შემდეგი არის გმირი. ესეც აი ფსიქოპატური ხასიათი როგორია, ეს რო გაგახსენდებათ, კარგად მიხვდებით, ხო? ფსიქოპატური ხასიათის ტიპი, ხო? აი შემდეგი არის გმირი. ეხლა გმირს როგორი გზავნილი აქვს სამყაროში. მე ყველაზე კარგი ვარ. ვნახო ერთი როდის მაქვს ცხრილში შემდეგი გმირობა. ხო გახსენდებათ ვიღაცები. ხშირად სიცოცხლესაც დებენ ხოლმე. იმიტომ რომ ეს ხდება აკლიატებულად, არაადეკვატურად. აი მთავარი ეს არის ამ როლების ყველაზე მთავარი წუდი ის არის რომ არაადეკვატური ხდები. იმიტომ რომ ჭედავ ამ როლში, გაჭედილი ხარ. ანუ მაშინ კი არ იყენებ, როცა მართლა საჭიროა ეს გმირის როლი და მართლა გმირობაა ჩაძდები. გაჭედე ამ როლში. და შეიძლება სიცოცხლეც დადო. ხო? იმიტომ რომ არაჯანსაღია. და ეხა ის შემდეგი ორი როლი, ანტიგმირი და ტირანი, ეს არის ითვლება ესე, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში ხალხი ესენი არიან, ანტიგმირი და ტირანი. და ხა ტირანი ისაც ვიცით. რაც არის და რაც მოუტანეს კაცობრიობას და რაც მილიონობით ხალხი დახოცეს, მაგრამ აი ნახეთ ანტიგმირი ჯერ ამას შევეხოთ, მესამე არის ანტიგმირი, მისი გზავნილია მე ყველაზე ცუდი ვარ, ეს პირდაპირ აცხადებს, თუ გმირი ამბობს რომ მე ყველაზე კარგი ვარ, ეს პირდაპირ აცხადებს რომ მე ყველაზე ცუდი ვარ, იმიტომ ანტიგმირი, იმის საპირისპირო გზავნილი აქვს. და ნახეთ მე ყველაზე ცუდი ვარ, არ არის სამყაროში უფრო მეტი სიხარული, ვიდრე ადამიანებისთვის საზიზღრობების კეთება. პირდაპირ აცხადებს ამას. ნუ კრიმინალები ძირითადად ამ როლში არიან. ვლადიმერ პუტინს ეგ ბავშვობის ტრავმა მიაყენა და მაგ როლში ჩაყოლა, იმას დაედოს თემი სამყაროს ცოდვა. და როგორც წესი ის სერიული მკვლელები და ისინი რომ ფსიქოლოგიურად გამოიკვლიეს მათი ბავშვობა, როგორც წესი საშინელი ბავშვობა ჰქონდათ. აი საშინლად რო კამრით რო წემდა მამა და აი საშინელი ბავშვობა, თორე სტალინს წემდა ხოლმე ბატონი ვესო.
კი, ყველა ეს იკლიეს, ხო დაინტერესდა მე ეს ფსიქოლოგია, რომ რა ხდება, როგორ ყალიბდება ასე ადამიანი ამ სერიულ მკვლელად. აღმოჩნდა, რომ საშინელი ტრავმები და ბოროტდება და უბრუნებს ეს სამყაროს რა. ხო, ასე რომ ესე განკითხვა ვერავის ვერ განვიკითხავთ ჩვენ. აი ამის ცოდნა თუნდაც იმაში გვეხმარება, რომ აღარ განვიკითხოთ ადამიანები და გაგვახსენდეს, რომ იმასაც თავისი აქვს და იმიტომ ჩამოყალიბდა ასეთაც და ყველას თავისი გზაა გასავლელი. ეს ჩემი საქმე არ, მე არავიზე მეტი არა ვარ. არ ერთნი ვართ ჩვენ, ყველას ჩვენი გვაქვს რაღაცეები და არავიზე მეტი და არავიზე ის არა ვარ, ხო? იმას თავისი აქვს, მე ჩემ თავს უნდა მივხედო. იმდენი რაღაცა მაქვს ჩემ თავთან. სამუშაო ახარც მაინტერესებს. ვიღებ იმ ადამიანს ისეც როგორიც არის და ეს ცოდნა ძალიან გვეხმარება რა ამაში, რომ მივიღოთ, ვიყვარდეს იმ თავისი ტრამვით. რომ შეიყვარო ის ადამიანი, იმიტომ რომ იმას თავისი ისა გაჭირვება რა და თავის გზა აქვს გასავლელი, ხო? ეხლა ეს არის, ხო, ესენი ახლა რაც თქვი რომ მე ყველაზე ცუდი ვარ ეს ანტიგმირის როლი, ну როგორც წესია ესენი უკვე კრიმინალები არიან ხოლმე, მაგრამ არ არის აუცილებელი. მე მყავდა ესეთი ჩემი პრაქტიკიდან ესეთი მაგალითი მქონდა, რომ ერთი ბიჭი დადიოდა, ну ნარკოდამოკიდებული იყო და ეს გავიარეთ ეს როლები და ესეთი ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა, ციხეში იჯდა და ყველაფერი და მძიმე ცხოვრება ქონდა გავლილი და ეს რო წაუკითხე, მითხრა რომ აი მეო ანტიგმირის როლში ვარო. და ისე გამიხარდა რომ თვითონ გააცნობიერა და რატომ მეთქი, აი როგორ მივხვდი თქო მაგას თქო და როგორ მივხვდიო და ძალიან იული მისახვედრიო. მე და ჩემი ძმაკაცებიო ქუჩაში რო შევიკრიბებოდითო, ესეთ ფრაზას ვამბობდითო. აბა ვის დედას ჩავაცვათ დღეს შავები. და ეს გიხაროდაო. ვის დედას ჩავაცვათ დღეს შავები. ვინ მოუკლათ ანუ? რა თქმა უნდა. ხო და ესო ისე გიხაროდაო. ხო და ანუ გესმით აი ამ როლშია რა. მას სიამოვნებს რომ სხვას რაღაც საზიზღრობას გაუკეთებს და ის ამბობს რომ ხო მე ცუდი ვარ. იმდენად გაბოროტდა ამ ბავშვობის ტრამვების. სიამდვილეში. აუ, ესე იგი შვილი იმდენად შეგვიძლია დავაზარალოთ რომ ვიღაც მართლა ტირანი გავხადოთ, ანტიგმირი გავხადოთ. ავიდეთ და სხვა მოკავას. მაგას ხო ჯობია საერთოდ არ ვიყოლიო ჩვილი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა მაგას მინაცნობიერებ. ანუ უნდა შენი ტრამვის გამო აზა შეიძლება სამყარო აზარალო შენი ტრამვის გამო. რა თქმა უნდა, მთელი სამყარო, არა მარტო ხო, არა მარტო ერთი კონკრეტული კი ბატონო. მეოთხე არის ტირანი. მისი გზავნილი არის მე მჭირდება მთელი სამყარო, გააკეთე ისე როგორც მე ვამბობ. და ტირანს მართლა მთელი სამყარო ჭირდება, ის არაფრით არ კმაყოფილდება არასდროს და უნდა რომ მთელი სამყარო მას არ ემორჩილებოდეს, ის როგორც თვლის სწორად რომ სხვამაც ესე უნდა ჩათვალოს და როგორც მას უნდა სხვამაც ესე უნდა გააკეთოს და ეს მისთვის არის ჩვეულებრივი. ну ამისი ხა ბევრი მაგალითია და აღარ გვინდა ამისი ისა. თუმცა არ არის აუცილებელი რომ ის ქვეყნის ლიდერი იყოს, შეიძლება ოჯახში იყოს ტირანი და მთელი შვილები ესე ცახცახებდნენ მამა რომ ვის რა ასპარეზი მიეცემა, ვის რა ასპარეზი მიეცემა, მაგაზია. ვის რა ასპარეზი მიეცემა, ხო? და მთელი შვილები რამდენს მოუყოლია ჩემთვის რომ მამა რო სახში მოდიოდაო, ვიყინებოდიო და ცახცახებდიო, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეხა იქ რა მოხდებოდაო. გინდა მთვრალი და გინდა ფხიზელი, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ხო. და ბოლო ამ ტრამვის, ესე იგი ბოლო არაჯანსაღის სცენარული როლი არის დენთის კასრი. მისი გზავნილი არის, ნუ მაბრაზებ, მე მხოლოდ მიზეს ველოდები რომ ავფეთქდე. ეხლა როგორ ჩდება ეს როლი დენთის კასრი? ბოდიში ისევ ქართული ანდაზა, ხვარია ოდნავ. კი. და ეხლა ეს როლი როგორ ჩდება? ნახეთ, ეს ადამიანი ითმეს და მე ფეთქდება ისე რომ წალეკავს ყველაფერს. მე ისევ გადადის იმ რეჟიმში რომ დიდხანს ითმეს, მე ფეთქდება. რა თქმა უნდა არაჯანსაღია, იქ როცა არ არის მოსათმენი, არ უნდა მოითმინო და გამოხატო და თქვა და ასერტული ქცევა ქვია მაგას რომ შენ აფიქსირებ შენ პოზიციას, თან ისე რომ სხვას არ აყანებ არანაირ შეურაცხყოფას, მაგრამ შენ გამოხატავ ყველაფერს, სადაც საჭიროა არ ითმენ, მაგრამ აი ამასია შეჩვეული, ეს ისწავლა ოჯახში. ხო, რომ ითმეს, მე ფეთქდება, ითმეს, მე დალეწავს ყველაფერს.
მე ისევ მოითმეს. აბსოლუტურად არა ჯანსაღი, ხო? და მე უკვე თხოვ მე ხშირად ვინც ამ როლში აირეთი უნდა მიხვდეს, რომ ხშირად ესეთი ფრაზა არის ხოლმე, რომ ამ პატარა რაღაცაზე ესე როგორ აფექტი? იმის გამო რომ ეს აქ იყო, მაგრამ ამის გამო კი არ აფექტი. მე აქ მოწმენი. და მე ასანთის ღერზე რაღაც აქ ასე რატო დადე? მოთმინების ფიალა უკვე და ის ბოლო ასანთის ღერი რომ აქ რატო დევს, იმაზე დაამტრევს ყველაფერს. რამდენჯერ გამიგია, იცი საიდან დაიწყო ჩხუბი ეს ფურცელი, დავდე ასე და ამას მოაყოლა ის დაგროვილი. დაგროვილი მოაყოლა, ხო, ეს არის აი ამ როლში, ესე იგი ძალიან არის, ხო? ეს იყო ეს მეოთხე როლი, ფსიქოპატური ტრავმა.